ილაპარაკეთ მიზეზებს. თქვენს ტკივილებზე ილაპარაკეთ. ილაპარაკეთ სევდაზე, რომელიც თქვენშია. ილაპარაკეთ იმაზე, რაც არ ყოფილა. ილაპარაკეთ იმაზე, რასაც შეცვლით. რასაც შეცვლით თქვენში და თქვენს გარშემო. ილაპარაკეთ იმაზე, რაც გინდა. იმაზე არ ილაპარაკოთ, რაც არ გინდა. ილაპარაკეთ ცვლილებებსა და რევოლუციაზე. ილაპარაკეთ უუფლებობაზე. ბირჟაზე ილაპარაკეთ. კონტზე ილაპარაკეთ. უკონტობაზე ილაპარაკეთ. დალევაზე ილაპარაკეთ. დასალევის ფულის აგროვებაზე ილაპარაკეთ. საჭმლის ფულის არგონაზე ილაპარაკეთ. ილაპარაკეთ იმაზე, რომ კრედიტები არ ქონდათ. და რომ კიდევ ერთი საგანი შეგეძლო. ილაპარაკეთ იმაზე, თუ როგორ ვერ იხდით სწავლის ფულს. ილაპარაკეთ იმაზე, რომ ვერ მუშაობ. ილაპარაკეთ დაბალანაზღაურებაზე. გატანებულ ღამეებზე ილაპარაკეთ. გაცდებულ საათებზე ილაპარაკეთ. გადაყრილ დროსა და ენერგიაზე ილაპარაკეთ. მიზეზებზე ილაპარაკეთ. მიზეზებს რა დაგებს? უბრალოდ ილაპარაკეთ. დასაწყისისთვის. აქ იყო წარმოჩენილი სხვადასხვა პრობლემები, იყო ეს ემიგრაცია, იყო შიმშილი, იყო ასევე საზოგადოებისგან გარიყულობა, მიუღებლობა საზოგადოების მხრიდან. რაც შეეხება თეატრის ენით საუბარს, თეატრი მგონია რომ არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი იარაღი საკუთარი პრობლემების წარმოსაჩენად. ძალიან კარგი საშუალება ისაუბრო საკუთარ თავზე, მიაწოდო შენი ხმა ხალხს, საზოგადოებას. დააკავშირო შენი პრობლემები მათ პრობლემებთან და პირიქით. როცა ვთამაშობდი, მინდოდა რომ უბრალოდ ჩემი ხმა მიმეწვდინა ხალხისთვის. მინდოდა რომ ჩემი პრობლემები შეხებოდა მათ პრობლემებს, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ ჩემი პრობლემა, შიმშილი მხოლოდ ჩემი პრობლემა არ არის, ემიგრაცია მხოლოდ ჩემი პრობლემა არ არის, ეს არის საზოგადოების პრობლემა, ვფიქრობ, ძირითადი ნაწილი მოსახლეობის ასეა. სხვადასხვა ესე კონკრეტულად ვერ გეტყვით, ციან რა განცდებია, ძალიან შინაგანად ხარ დაძაბული, დატვირთული ხარ, ფიქრობ იმაზე, რომ ხალხმა მოგისმინოს, გაგიგოს. და მიიღო უკავშირი მათგან და ამას ყოველთვის გრძნობ, როცა დგახარ სცენაზე, გრძნობ ხალხისგან ძალას. გაჩუმების მცდელობა შეიძლება კონდეს დიქტატურას, თუმცა მგონია რომ ხალხი ერთმანეთისთვის იმიტომ ვართ რომ მოვუსმინოთ ერთმანეთის პრობლემებს. ეს სპექტაკლიც ხომ ამაზე იყო, ილაპარაკე, რაც შეიძლება ხმამაღლა გამოთქმით. იმიტომ რომ ჩვენ აქ ვართ, ჩვენ მოგისმენთ, ერთმანეთს გვერდით ვუდგავართ და არ შეიძლება უბრალოდ საკუთარი ხმა ჩაახშოს ადამიანმა. მგონია რომ მაქსიმალურად ვისაც შეიძლება უნდა მიაწვდინოს თავისი ხმა. ეს იქნება მოძრავი სპექტაკლი, არ იქნება მხოლოდ ბათუმში, მხოლოდ ხელოვნების უნივერსიტეტში, ჩვენი ხმა მიაღწევს ყველგან. ვფიქრობთ, რომ ბევრი ადამიანი მოგვისმენს და ბევრი ადამიანი გაავლებს პარალელს ჩვენ პრობლემებსა და მათ პრობლემებს შორის. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, იმიტომ რომ რაზეც წეღან თქვი, არ შეიძლება უბრალოდ გაჩუმდე, დუმდე. შენი ხმა ყოველთვის უნდა ისმოდეს ხმამაღლა. ჩავიტანთ რეგიონებში, თბილისში და ასე შემდეგ. ყველა ძირითადად იმ უნივერსიტეტებში, სადაც სტუდენტებს დაკავებული აქვთ ფოიე. დღეს აქტიურად ვართ სტუდენტები ჩამული წინააღმდეგობაში და ამ წინააღმდეგობაში ეს პრობლემები ყველაზე მნიშვნელოვანია რა, იმიტომ რომ ჩვენ ვართ უბრალო მოქალაქეები, რომლებსაც ეს პრობლემები გვაწუხებს და არა მარტო ჩვენ, ხო, ანუ თითოეულ აქ ცხოვრებ ადამიანს აწუხებს ეს პრობლემები. ალბათ ამიტომ მოვინდომეთ, რომ დღეს გვეჩვენებინა ხალხისთვის ეს ამ ფორმით გამოგვეხატა ჩვენი პროტესტი იმასთან მიმართებაში, რაც ხდება გარშემო. არ უნდა გავჩუმდეთ და არ უნდა დავმალოთ შიგნით რაღაცეები, საკუთარი პრობლემები, უნდა ვილაპარაკოთ ხმამაღლა და მით უმეტეს ისეთი პრობლემები, რაც აქ ამ სპექტაკლში არის წამოწეული. მნიშვნელოვანი არის ამაზე ლაპარაკი, მნიშვნელოვანია რომ ამას ლაპარაკობთ სტუდენტები და ვითხოვთ ცვლილებებს, ხო, ანუ ეს ამად არ უნდა დარჩეს რა, პრობლემა აღარ უნდა დარჩეს, ხო, რაღაც სადღაც უნდა მოგვარდეს.